უწყვეტი აპლოდისმენტები მაყურებლისგან დამსახურებული ჯილდო იყო იმ შეუჩერებელი და ძლიერი ემოციების ნაკადისთვის, რაც სცენიდან დარბაზში იფრქვეოდა. Გუშინ ოპერისა და ბალეტის თეატრში მსმენელმა კარმენის თანამედროვე დადგმა შეაფასა. კარმენი მებრძოლი, თავისუფალი და შეყვარებული ქალია. მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის კარმენის სახის შექმნისთვის ყველანაირი მონაცემი გააჩნია. ძლიერი და ხავერდოვანი ხმაც და ბუნებრივად დახვეული თმაც. საოპერო ოქროს ფონდში შესული არიები ჟორჟ ბიჟეს უკვდავი ოპერიდან არტისტებმა მსმენელამდე ბრწყინვალე ტექნიკითა და განსხვავებული საშემსრულებლო მანერის დახმარებით მიიტანეს. ნაწყვეტები ოპერიდან და შეფასებები მოვისმინოთ თიკა დუღაშვილის სიუჟეტში. დრამატული, ცეცხლოვანი, გაბედული და ყველასთვის სასურველი. სწორედ ასეთია ის კარმენი, რომელსაც ანიტა რაჭველიშვილი სცენაზე აცოცხლებს. მსოფლიოში კარმენის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარებულმა ქართველმა ვარსკვლავმა თბილისის ოპერის სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. მეცო-სოპრანოს სამშობლოში სწორედ იმ როლით დაბრუნდა, რომლითაც მთელმა მსოფლიომ გაიცნო. კარმენი თვითონ არ იცვლება მიუხედავად ლოკაციისა, ასე ვთქვათ. ასე მგონია ეს იქნება ჰავანაში, თუ იქნება სივილიაში, თუ იქნება თუნდაც საქართველოში. მგონია რომ კარმენი როგორც პერსონაჟი არ იცვლება, ქალი, ძლიერი ის ქალი, რასაც განასახიერებს კარმენი. არ ამგონია როდესმე შეიცვალოს. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი ჩემი დებიუტით ამ როლში, ამ სცენაზე. რა უნდა ვთქვათ ანიტაზე, რომელიც საოცრად ასრულებს კარმენს თელ მისთვის იცით როგორ არის, აი როგორც არ ვიცი, მაგრამ მე გული მიჩუქება რომ ჩემს ქვეყანაში თბილისში პრემიერაზე შეასრულა ანიტა რაჭველიშვილმა და უნიანმა რა თქმა უნდა და არანაკლები ჩვენი დასი, რომელიც შესანიშნავი ხმები აქვს ყველას და გუნდიც საოცრად. სადღესასწაულო განწყობა, რომელიც ჟორჟ ბიჟემ ოპერა კარმენით შექმნა, რეჟისორმა ლევან წულაძემ მისეული ინტერპრეტაციით წარმოადგინა. მეტი ტემპერამენტისთვის მოქმედება სევილიიდან კუბაში, სიგარების ქარხანაში გადაიტანა და თავისუფლების მოყვარული ბოშა ქალისთვის კუნძული ჰავანაში არჩია. სპეციალურად წარმოდგენისთვის შეიქმნა სრულიად ახალი სცენოგრაფია და კოსტიუმები. ჟორჟ ბიჟეს ხედვა რეჟისორმა თანამედროვე რეალობას მოარგო. კლასიკური კარმენის განსხვავებული ინტერპრეტაციით საოპერო თეატრის სცენაზე ლევან წულაძის დებიუტი შედგა. ძალიან თამამად შევადგი ნაბიჯი პირველ ნამე, ზედმეტად დაჯერებულად დავიწყე, მე მივხვდი რომ ეს არაჩვეულებრივი უზარმაზარი სფეროა, რომელსაც განდინ ცოდნა ჭირდება და გამოსtildeება საოპერო სპეციფიური და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ძალიან დამეხმარა. გაგებით მოეკიდა ჩემს გამოუცდელობას. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი სპექტაკლით. პირველ რიგში რეჟისორზე მინდა ვთქვა, შესანიშნავად გადაწყვეტილი დადგმა, ძალიან თანამედროვე, დინამიკური, მოქმედება არ თავდება, სულ სიცოცხლეა სცენაზე და ეს ძალიან მომწონს. მასშტაბურ დადგმაში თბილისის ოპერის დასი თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობდა. ანიტა რაჭველიშვილის სასიყვარულო სამკუთხედში პარტნიორობას უწევდნენ სპეციალურად ქართული პრემიერისთვის მოწვეული სოლისტები გიორგი ონიანი და ნიკოლოზ ლაგვილავა. ჩვენ მეცადეთ მაქსიმუმი ვეჩვენებინა რაც შეგვიძლია და მე მგონი გამოვიდა თუ იმის მიხედვით გამშით პუბლიკამ როგორი რეაქცია გამოიწვია, ნაყოფილი ვარ რა თქმა უნდა. მიხარია რომ ხალხს მოეწონა დადგმას და მომღერლების შესრულებას. ყველა შემადგენლობა ვინც კი იდგა სცენაზე, ამ ოპერის უბალომწოდნია ყველა და ეს ყველა მაჩვენა სცენაზე. ულოცავ თეატრს, ულოცავ ჩემ ანიტას, ჩემს გიას, ირინას თაბორიძეს, ყველას თელ თეატრს. საპრემიერო ჩვენებამ თბილისის ოპერის თეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა.
ჟორჟ ბიზეს უკვდავი ოპერა ქართველი მსმენელისთვის კიდევ სამჯერ გათამაშდება. ერთადერთი